გასწავლა შემოგთავაზეთ მეგობრებო, ახლა რას ეხება მოდის თქვენ ცხოვრებაში. უახლოესი პლუს მინუს მაქსიმუმ წლის ბოლომდე ვადები იყოს. ერთი თვე თქვენახევრის ვარიანტი, გაშლას თუ უყურებთ ახალი წლის შემდეგ, გეტყვით დაახლოებით ერთი თვე თქვენახევრის პერიოდი მეტი არ გაწელოთ, შეგიძლიათ უფრო ნაკლები ჩაიფიქროთ, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ 2 კვირის ვადები, მაგრამ თქვენახევარზე მეტი არ გაწელოთ, საშუალოდ თქვენახევრის პერიოდები თქვენახევრის ვარიანტი იყოს. რა მოდის სასიხარულო ისეთი რაც სიურპრიზულია, რასაც არელით და გაგახარებთ ძალიან. მიხართ თქვენ რომ გავიგოთ საერთო გაშლაში რამდენად თქვენ იქნება ეს გაშლა, იმიტომ რომ საერთო გაშლა შეიძლება ყველას ყველაფერი არ გემთხოვდეთ და საერთოდ სრულიადაც არ გემთხოვდეთ, მაგალითად ეს გაშლა, ამიტომ მიხართ თქვენ რა ენერგიებში ხართ ახლა რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა და ლაიკები, გაზიარებები, კომენტარები არ დაგესაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის გააქტიურდით, რომ ასე ვთქვათ, რეკომენდაციებიც გააქტიურდეს და ჩვენი ენერგოცვლაც იყოს ბალანსირებული. როგორც ჩემთვის არის საჭირო, ასევე თქვენთვის შეგახსენებთ. მიხართ თქვენ. ხმლის მეფე ამოდის, აქ არის კონკრეტულად საუბარი ჰაერისტიქის მეფეზე, რომელიც არის ტყუპების სასწორი და მერწყულის ნიშანი. შეიძლება ბრძანდებით გარდა იმისა, რომ ჰოროსკოპს არ ვეჯაჭვებით თუ არ ბრძანდებით ჰაერისტიქის მეფე და გაშლა არის ორივე სქესისთვის. ამჯერად ქალბატონებმა თქვენ თავზე მოერგეთ, ვინაიდან მეფე ამოდის, ეს არის უკვე დედოფალი კი არა, უკვე მეფე, ზე ემოციებისგან დაცლილი, მაგრამ ზე ძალიან მენტალურად კარგად განვითარებული ადამიანი, ძალიან სინდისიერი, ძალიან ნამუსიანი, კანონიერების დამცველი. ეს კარტი არის საერთოდ ორგანოების თანამშრომლის წარმომადგენელი, შეიძლება ბრძანდებით ჩვეულებრივი რო არ ჩამოვთვალო ბევრი პოლიციელიდან დაწყებული, მოსამართლე, პროკურორი, რა ვიცი, უშიშროების თანამშრომელი, ნებისმიერი კანონიერების, წესიერების, ორგანოების დამცველი პერსონაჟი შეიძლება ბრძანდებით, ასევე შეიძლება ბრძანდებით არ არის გამორიცხული ექიმი, რომელსაც ქირურგი უფრო, მაგრამ ძირითადად შეიძლება სხვა ექიმიც ბრძანდებით, არა მხოლოდ ქირურგი, ცივი არახთან გაქვთ შეხება, ასევე არიან ჰაერისტიქის მეფეები, აიტიშნიკები კარგი, ასევე არიან შეფპოვრები, ძალიან დიდი არეალი აქვს ჰაერისტიქის მეფეს როგორც წესი, მაგრამ ყველაზე მეტი და თუ არც ერთ საქედან არ წარმოადგენთ, ეს არის ძალიან კარგად განვითარებული მენტალური მდგომარეობით ადამიანი, რომელმაც ბევრი რაღაცა კიბილები გადაიტანა და წარსული შეიძლება განქორწინებული ან ქვრივის როლში სტატუსი გაქვთ, ესეც არ არის გამორიცხული ამ კარტიდან გამომდინარე, მაგრამ აი თავისმა წარსულმა ურთიერთობებმა, რომელიც ვერ შედგა დღესდღეობით მარტოობაშია, ასე ვთქვათ, სულიერ მარტოობას. რამდენი ადამიანის გარშემო არ უნდა ყავდეს მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, მაინც გულში ცეცხლი კი უგიზგიზებს, კიბილი კი აქვს, განა ემოციურად დაცლილია და განა უგრძნობია ეს ადამიანი, მაგრამ მისმა ცხოვრებაში ერთგვარად გაუმართლებლობა აქცია ეს ადამიანი, ისე რომ აი თავის ემოციებს უკანა პლანზე წერს, არ აჩვენებს ხალხს, არ აჩვენებს სოციუმს, საზოგადოებას, რაოდენ ტკივა მას მისი პირადი თუნდაც ის რომ დღესდღეობით ვერ შედგა როგორც პირად ცხოვრებაში ბედნიერი ადამიანი. მოკლედ დიდი არეალი ჩამოვთვალე, მაგრამ კიდევ ხართ უფრო დავაზუსტო, 0-7 მაღალი არკანი ამოდის. ადამიანი, რომელიც ახალი თავგადასავლისთვის მზად არის, ახალი თავის ცხოვრების, ახალი თავის გადასაფურცლად, ახალი ურთიერთობის დასაწყებად, ახალი ნაცნობობის დასაწყებად, მოგზაურობის დასაწყებად, რაღაცა ახალი ეტაპისთვის მზად არის. ცოტა არ იყოს ამ კარტით შუთი, ეს არის მერწყულების კარტი და ჰაერისტიქის მეფეც არის მერწყულების კარტია, ჰაერისტიქია შუთი, ასევე შეიძლება კონკრეტულად ჰაერისტიქია ნამდვილად ძალიან დიდი ოდენობით ბატონობდეს აი ამ გაშლისთვის, ასე შემიძლია ვთქვა და კონკრეტულად მერწყულები, იმიტომ რომ ორივე კარტი ეს არის მერწყულის კარტი. ასევე შეიძლება უბრალოდ ძალიან ალალი ადამიანი ხართ, გულწრფელი, ბავშვური გულწრფელობა გახასიათებთ, გარდა იმისა, რომ კანონიერი ხართ,
აი ბავშვურად რაღაცნაირად ალალი და გულწრფელი ხართ მაინც. აი ეს კანონიერებით სამუშაო რეჟიმში, მაგრამ ცხოვრებისეულად ხართ ძალიან გულწრფელი, ალალი, მიმტევებელი, ძალიან სათნო ასე ვთქვათ და ცოტა არ იყოს მიუხედავად აი ამ თქვენი წარსული რაღაცა შეცდომები იქნება თუ გაკვეთილები იქნება, რომელიც ცხოვრებამ მოგანიჭათ, მაინც თავისუფალ რეჟიმში ძალიან თავისუფლად დგამთ წინ ნაბიჯს და ზოგჯერ ისეც დგამთ ხოლმე, რომ აი შეიძლება ხევში ჩავარდეთ, ზევით იყურებით, ნახეთ. ქვევით კი არ იყურებით, რომ საით მივდივარ და ნაბიჯს ვდგავ, ზევით გაქვთ თავი აწევით. და ამ პარტნიორობის რეჟიმი წააქვს ამ კაცს კონკრეტულად. ამ შუთს, მაგრამ ისეთი ხართ, აი იმდენად ალალი ხართ, რომ აი მიდიხართ წინ, რომ აი სად მიდიხართ და ნაბიჯს სად დგავთ, ზოგჯერ იმასაც კი არ აკვირდებით, იმდენად სულერთია რეჟიმი გაქვთ, რომ აი თავისუფალი ვარ, სადაც მინდა იქ წავალ, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, ვერავის და არავის არ შევეკითხები, რას ვიზავ და როგორ ვიზავ, რაც თავია კანონებს არ ვარღვევ და ჩემი ერთგვარი ცხოვრებისეული ბარგიც სულთან და მაქვს, რომ აი რა უნდა, როგორ უნდა გავაკეთო, უკვე რაღაცები ნასწავლი მაქვს, მაგრამ არ მეშინია ნაბიჯის გადადგმის წინ ცხოვრებაში, არ მეშინია შეცდომებისაც, არ მეშინია ამისთვისაც მზად ვარ და ახალი ეტაპისთვის მზად ვარ საერთოდ ცხოვრებისეული, აი რაღაცა ჭირდება, უკვე იმ ყუყზე ვარ ასე ვთქვათ, მისული, რომ აი ის ძველი იმდენად ყელში ამოსული და ეს გაშეშებული მდგომარეობა თუნდაც პირად ურთიერთობებში, რომ მზად ვარ, რომც შემეშალოს და რომც ჩავვარდე, ამაზეც არ ვინერვიულებ, იმიტომ რომ რაღაცა სიახლე მჭირდება, აი ენერგიზერი მჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ შუც არაკლია თავისუფლება და ესეთი რაღაცნაირი ქცევები, მაგრამ პირიქით აი ჭირდება იმისთვის, რომ ემოცია უფრო მეტი წამოვიდეს მასში, ეს კანონიერება ზედმეტად და ზედმეტი ჩარჩოები შუც და ჰაერისტიკეს საერთოდ არ ხიბლავს. ამიტომ ცოტა ამოგივიდათ წელში ეს ნამეტანი კანონიერი ადამიანის როლში ყოფნა და სამსახურს იქეთ ცდილობთ, რომ აი რაღაცნაირად თავისუფლება იგრძნოთ. მოკლედ გავიგოთ ესე იგი, რა მოდის ისეთი, რაც თქვენ გაგახარებთ და რაც უნდა იცოდეთ თქვენ უახლოეს პერიოდში. ბევრი გამიგზავნა, მაგრამ მერვე მაღალი არკანი ამოდის ძალა. პენტაკლის დაფალია. ორიან ჟეზლი. ეს არის მამაკაცებისთვის იქნება ინფორმაცია. თქვენ ყოფილ მეუღლეზეა საუბარი, ან ისეთ ადამიანზე, ვინც თქვენი მეუღლეა შეიძლება ეხლა და რაღაცნაირად დაძაბული გაქვთ სიტუაცია, ეს ქალბატონი თავისი მომნუსხველი, ჯადოქრული, ასე ვთქვათ, შინაგანი, ქალური ინტუიციით იქნება თუ სიმშვიდით თუ თავისი აი ლავირებით, რომ მოგერგოთ ამ ყველაფერს მოიხმარს და რას იმოქმედებს, სიყვარულს გაგრძნობინებთ, რომ შვილები ვისაც გაკავშირებთ, შვილებს ჭირდებით და თქვენი აქტიურობა შვილებთან დაკავშირებით და სიყვარულის გაზიარება მნიშვნელოვანი და საჭიროა, მოგიხმობთ, რაღაცნაირად დაგიყვავებთ, მოგილამაზებთ სიტუაციას, ისე რომ მოგიდებათ, ასე ვთქვათ, შერიგება, შვილების ნახვა, ურთიერთობის გაგრძელება და იმის კი ზოგისთვის ასეთი ნაწილიც იქნება. კიდევ სხვა დანარჩენისთვის რა მოდის და რა უნდა იცოდეთ. ვისაც განქორწინებული მდგომარეობა არ გაქვთ, კონფლიქტური სიტუაცია არ გაქვთ თქვენ მეუღლესთან, ეს არის ქალბატონი, რომელიც დაგაყენებთ არჩევანის წინაშე ორიან ჟეზლით, ესე იგი გადადგათ ნაბიჯი იმისი, რომ ხელი თხოვოთ მას და გახდეს თქვენი მეორე ნახევარი ოფიციალური უკვე თუ ჯერჯერობით დაჯერდეთ მასთან ინტიმურ კავშირებს, ასე ვთქვათ. ერთგვარი აწონდაწონის რეჟიმი იქნებათ და არჩევანი მაშინ საით იქნება, ცოტა ეშმაკობის გამოხატვა დაგჭირდებათ, თითქოს ვითომ არაფერი არ გჭირდებათ. წინსვლასთან დაკავშირებით. სხვა დანარჩენისთვის ინფორმაცია რა იქნება?
ეჭვებთან დაკავშირებით მთვარე ამოდის დასრულებული სიტუაცია რაც გქონდათ და მთვარე აქ არის პირდაპირ გეუბნებით არ მიყვარს ხოლმე ამ თემის თქმა, მაგრამ ჯადოსთან დაკავშირებული თემატიკა აი ეს ჯადო რაღაცნაირად დასრულების ეტაპზეა, დასასრულს მიუახლოვ და სექსუალურ კავშირებზე უფრო არის საუბარი, აქ ეჭვიანობაზე და მიჯაჭვულობაზე აუცილებლად